ბრიტანეთის საელჩომ განცხადება გაავრცელა, სადაც წერია, რომ გრანტების შესახებ მიმართეს ხელისუფლებას, განხილვის შემდეგ კი მიუდათ პასუხი, რომ მთავრობის დადგენილება გრანტების დამტკიცების შესახებ არ არსებობს. საელჩო აუქმებს გრანტებს, რომლებიც მათივე მტკიცებით ეხება არჩევნების გამჭვირვალობისა და კონკურენტუნარიანობის მხარდაჭერას. რა გრანტებზეა საუბარი, კონკრეტულ დეტალებს მოგვიყვება ანა ბერძენიშვილი. ქრონიკის ინფორმაციით ბრიტანეთის საელჩოს ტაბულას დაფინანსება სურდა. მასთან ერთად კი ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისთვის, საქართველოს მომავლის აკადემიისა და კანონის უზენაისობის ცენტრისთვის ბრიტანეთის საელჩოს სოლიდური თანხები ჰქონდა გამოყოფილი. თავად გრანტის მიღებას ადასტურებენ ტაბულაშიც. გავრცელებული განცხადების მიხედვით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბრიტანეთის საელჩოს გრანტის გაცემის ვადები არ აკმაყოფილებდა, სწორედ ამიტომ ისინი აცხადებენ, რომ თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებულ გრანტებს დაუქმებენ. სამწუხაროდ ამ გაურკვევლობის გამო გვიწევს გავაუქმოთ დაგეგმილი საგრანტო წინადადებები, რომლებიც მიზნად ისახავდა დაგეგმილი მუნიციპალური არჩევნების გამჭვირვალობისა და კონკურენტუნარიანობის მხარდაჭერას. საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების ჩართულობაზე საუბრობენ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. გიორგი კალანდარიშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ პროცესებში ჩართული იყოს სადამკვირვებლო მისიები, თუმცა ისინი უნდა იყვნენ მიუკერძოებლები, რადგან ბოლო წლების პრაქტიკამ აჩვენა, რომ კონკრეტული ჯგუფები წინა საარჩევნო გარემოს მიზანმიმართულად აზიანებდნენ. მნიშვნელოვანი არის ის, რომ ზოგადად ეს ადგილობრივი იქნება თუ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია, მათ თავიანთი საქმიანობები განახორციელონ იმ კარგი სტანდარტებისა და პრაქტიკის გათვალისწინებით, რომელიც ეფუძნება ობიექტურობას, დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებობას. მათ შორის ასევე გამოვყოფდი კომპეტენციებთან და კვალიფიკაციასთან დაკავშირებულ საკითხებს, ვინაიდან ასეთის არარსებობამ ან ნაკლებობამ შესაძლოა გამოიწვიოს ის რიგი სპეკულაციური შეფასებები და ნარატივები, რომელიც ჩვენ გასული არჩევნებისას, მათ შორის არჩევნების შედეგების შეჯამების შემდგომ ვიხილეთ, რომელმაც მნიშვნელოვნად დააზიანა საარჩევნო გარემო და გააჩინა გარკვეული კითხვისნიშნები სხვადასხვა პროცესებთან მიმართებაში. მანვე პრაქტიკას სამოქალაქო საზოგადოება წინა საარჩევნოთ აქტიურად ეწევა. მმართველგუნდში აცხადებენ, რომ მნიშვნელოვანია უცხოური გავლენები ქვეყანაში მაქსიმალურად იყოს შემცირებული. უახლოეს დღეებში კი კეთილსინდისიერ დონორს შესაძლებლობა ექნებათ გრანტების გაცემის. ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენ ბოლო წლებში ვიხილეთ ის მავნე პრაქტიკა, რაც ვიხილეთ, ეგრეთ წოდებული სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ფარდის უკან რეალურად ხდება პოლიტიკური აქტივიზმის დაფინანსება საქართველოში და ის რეალურად არაკანონიერი საქმიანობა, რაც უკავშირდება პოლიტიკური პარტიების დაფინანსებას და პოლიტიკის დაფინანსებას ზოგადად საზღვარგარეთიდან. ეს არ არის მიღებული არსად, ეს არ არის ნორმალური არც ერთ ქვეყანაში, როდესაც უცხო ქვეყნები აფინანსებენ სხვა ქვეყნის პოლიტიკას. დემოკრატია საფრთხეშია, აგენტურა ვეღარ ფინანსდება. დაახლოებით ამას გავდა ეს განცხადება, რაც სამწუხაროა ბრიტანეთის საელჩოსგან. არის წესი, რომელსაც ადგენს ქვეყანა. ამ წესებს ძალიან მალე დავადგენ და თქვენ იცით, რომ მიმდინარე პროცესია და როდესაც რამდენიმე დღეში წესი, კანონი უნდა ამოქმედდეს და ამის თანახმად შეგიძლია მიმართო ხვალ თუ ზეგ მთავრობას და თანხმობა მიიღო, თუ კეთილშობილური მიზნები ამოძრავებს გრანტის გამცემს და რამდენიმე დღით ასწრებ და ზიანს აყენებს სახელმწიფოს, ახორციელებ გარკვეულ თავდასხმას საელჩოს მხრიდან, ეს არის ძალიან ცუდი რამ, ყველაზე რბილად რომ ვთქვა. ჩვენ შეკითხვით მივმართეთ ბრიტანეთის საელჩოსაც, ვის და რა მიზნით აფინანსებდნენ ისინი 2024 წლის არჩევნებზე, თუმცა პასუხი ამ დრომდე არ მიგვიღია. მადლობა ანა ბერძენიშვილს. საქართველოს სურს ამერიკის შეერთებული